მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შობა ახალი წელი კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და რა თქმა უნდა გამარჯვება მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მალე დადგება. ახლა მინდა იმ ახლა დღევანდელ სიტუაციას, დღევანდელ ეთერებს, რასაც უყურე, აი ამას გამოეხმაურო და ძირითადი საუბრები რატომღაც მიდის ოცნების პოლის საბჭოს განცხადებაზე. რა თქმა უნდა, ახლა მე ან რატომ ველოდით სხვა რამეს გააკეთებდა და მე ამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გაღიარებ, არ მაინტერესებს შენ რა სიჩერჩეტებ რა. არ მაინტერესებს და всё. რა თქმა უნდა, ტელევიზიამ de facto რაც არ უნდა იყოს, ამიტომ მათი განცხადება, რა თქმა უნდა, ხალხს უნდა მიაწოდოს და გააცნოს, მაგრამ შემდეგ ამაზე დებატების გამართვა, აზე პოლიტიკოსების მოწვევა და მათთვის აზრის კითხვა ვთვლი, რომ მათ წისქვილზე ასხავს წყალს, რამე თუ ამ განცხადებას ახლა აქ მარტო შიდა მოხმარებისთვისაა გაკეთებული, თავისი მომხრეების, გამხრეებისთვისაა გაკეთებული და რაც უფრო მეც გავაპიარებ, რაც უფრო მეც ვილაპარაკებ, აღმოჩნდება, რომ გავაკეთეთ მათი საქმე. ესე თემა გახდა. რაც მათ უნდათ. არ უნდა გახდეს რა, იგი თემა რა. დეიბჟუტო რა, მაგის დედაცვადირა და ახლა ვისაც ამისი ჯერა და ამნაირების უკვე ჯერა, აი დღესაც კი ჯერა, იმას ახლა რაც არ უნდა ვხსნათ ჩვენ, რაფერი დაღეჭილია უნდა მივაწოდოთ. მაინჩერა რა. ვისაც არ ჯერა, იმას ახლა რა თქმა უნდა მაგენის ახსნა, რომ ეს რაც გააკეთენ არის, არაფერი რა, არ ვიცი რა უწოდო არ ვიცი. არცაა საჭირო. მე მაინც ვთვლი, რომ დღეს იმ აქციებმა, რომლის ყველა ადამიანის წინაშე ქეთს ვიხრი და მინდა ვთქვა, რომ ბოდიშუხთი ახალგაზრდობას, რამე თუ პოლიტიკაზე ვდებდი თავს და ქვეყანა 33 წელია ვერ მოვიყვანეთ იმ დონემდე, რომ ამგეს ასეთი ბრძოლა არ დაჭირებოდა, არ ვიცი, ყველა ჩემი ხრის პოლიტიკოს ალბათ ბოდიში აქვს მოსახდელი, მე ყოველ შემთხვევაში ვიხდი. და მათ თავის დიდი ფუნქცია უკვე შეასრულეს, ამერიკაში პროცესები დაწყებულია, ევროპაში პროცესები დაწყებულია არაღიარების და ეს დამსახურება იმ ადამიანების რაზეა საუბარი და მან ასეთი დიდი ფუნქცია შეასრულა, მაგრამ უკვე და რა თქმა უნდა გაგრძელდეს, რაზეა საუბარი ეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ პარალელურად თუ კი მას არ მოყვა პოლიტიკური პროცესების განვითარება, მაშინ ეს ამას უკვე შეგუებული არის ხელისუფლება, სრულ იმას გააკეთებს, იგნორს გააკეთებს, ვითომ არაფერი არ ხდება და დაამტკიცებს ამის მტკიცებას, რომ არაფერიც არ ხდება და ან მისი სხვა ჭრილში გადატანა უკვე სხვა ფორმით მოფიქრებაა საჭირო, როგორ გაგრძელდეს ეს აქციები და უნდა გაგრძელდეს და თან პოლიტიკოსებიც უკვე უნდა ჩაერთონ ამ ბრძოლაში და თავის თავზედაც აიღონ პასუხისმგებლობა. არა იქ მისვლით მარტო დადგომით. და რამე სხვა. არამედ უნდა შექმნან ჩემი მოსაზრება ყოველ შემთხვევაში უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველას ექნება გაერთიანების საშუალება. ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკოს, საზოგადო მოღვაწე იქნება იგი თუ აქციებში მონაწილე ახალგაზრდობა იქნება თუ ვინც იქნება, ფართო სპექტრი უნდა იყოს, ფართო აზრი უნდა იყოს და არ უნდა იყოს მანდამაინც ამ 4 პარტიის მოსაზრებებზე დაყვანილი ეს ყველაფერი, რამე თუ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები გაყავდა არა მარტო იმ 4 პარტიის, არამედ გაყავდა ყველა იმ პარტიისთვის, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში, აბსოლუტურად ყველასთვის გაყავდა და ის პარტიები, რომლებიც თავდებით ერთ რამეში, რომ უნდა ახალი არჩევნები უნდა იყოს და თავდებით იმაში, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდეს და თავდებით ერთ საკითხში, რომ ბრძოლა საჭირო თანებება არ შეიძლება. თუ კი ვინმე ასე ფიქრობს, თუ კი ვინმე ასე უდგება, ყველას უნდა ქონდეს მონაწილეობის მიღების საშუალება რა.
ვინ რა დაიმსახურა წარსულში, როგორ იყო, რა იყო, ამას არ უნდა ქონდეს უკვე მნიშვნელობა და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამ საკოორდინაციო საბჭომ უნდა დაიწყოს უკვე ფიქრი იმაზე და შეთანხმება ყველა პოლიტიკურ სპექტრმა, ყველა ადამიანთან შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა იყოს საარჩევნო კანონი. ეს უკვე დასაწერია და გასამზადებელია ჩვენ არ უნდა შევხვდეთ მომზადებელი იმ მოვლენებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში. ადმინისტრაციის დანიშვნის წესზე უნდა იყოს ფართო სპექტრთან შეთანხმება და ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის აზრების გათვალისწინება და შეთანხმებით რაღაცის მიღწევა და არა მე ვარ და всё რა 4 ვარ და всё რატო ხარ 4 კაცო სვას არ გუყალბენი არჩევნები რა ვიცი ჩვენ რო იგენ არ გადადიოდეთ რო არ გეყალბებით ვიცით ვინმე საგამის მტკიცებულება ამიტომ ყველა უნდა იყოს ამაში მონაწილე და ფართო სპექტრის შეთანხმება უნდა იყოს ყველა ფენის ინტერესი უნდა იყოს გამოხატული თუ რამე არის საქართველოში და უკვე დასაწყებია მუშაობა ამ პოლიტიკურ პარტიებთან ამ თბილისში გასაგებია უნდა მიხვდეთ აქციას მაგრამ რეგიონებში უნდა დადიოდეთ ადამიანებს უნდა ხვდებოდეთ ისინი მზად უნდა იყვნენ და უნდა არ ვარწმუნებდეთ თუ რა უბედურება იქნება მათი დარჩენა და რა შეღავაც რა ბედნიერებას მიიღებს ახალი პოლიტიკური ძალების მოსვლით კოალიციური მთავრობის მოსვლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მგონი ეს დასაწყებია დაგვიანებულიც კი მგონია მაგრამ ნუ შეიძლება კიდევ ზეგ მაზეგ არ ვიცი ვინმე გამოჩნდეს ინიციატორი რომელიც გამოაცხადებს რომ შევიკრიბოთ დავაფუძნოთ ვისაუბროთ რა ეს ქვეყანა ყველასია ეს ქვეყანა ყველას გადასარჩენია და არავის ცალკე რომელიმე პარტიის პოლიტიკოსის ან ვიღაცის ლიდერის ან ვიღაცის ესაა ჩვენი და ჩვენი გადასარჩენია ქვეყანა და ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ როგორ უნდა გადავალჩინოთ მადლობთ ყურადღებისათვის